უჭირდებათ ფიჯელებს შეჩერება. არა, ნახე აკონტროლებს. ფოკოკი კარიმის უპირატესობა და ლევო. დადო. აგდო ბოლოკაძე კარგად მოიგოს. ისევ მოლი? ამჯერად უკან დაახევინეს ავსტრალიელებს ფოკოკი, მაგრამ ნახეთ რა კარგად განავითარეს ეს მოლიც და ზუსტად იგივენაირი ლელო. ეს კი ისრაელ ფოლაუს რა კარგად გაჭრახა. და კონტაქტიც ნახე როგორი გაუკეთა. თან ვიზე კვაცზე, ტალემაი ტონგაზე. არ არის მარტივი. წინპას გავდა აქ თითქოს, თუმცა ისეთ ხედით განახერდნენ, რომ ამიტომ გავდა ალბათ. ამიტომ გავდა წინპას. ისევ ფოლაუ შეტევაში ცრუ მოძრაობა, გაუზრა 2 მეტოქეს, ბურთის ამოსაგდება, ცხელიც განითავისუფლა 5 მეტრში არიან უკვე. დაარტყევინეს სიმონს. ეძალება სიმონსი შეაჩერეს, გამოიტანა ბურთი სიმონსმა გენია. კიდევ ერთი მიძალება იქნება, ნახეთ, ბრავო, კეპუ. ფიჯელთა მოლი, შეუცვალეს ღერძი. აკონტროლებს ბურთს ნეტანი ტალეი. კი, ნახეთ. ზელდება მოლი, მაგრამ უჭირთ ავსტრალიელები ძალიან კარგად იცავენ თავს, ნახეთ რა კარგად. თან ჯარიმის გარეშე და მოუწიათ გამოტანა. ნანდოლო შებოჭეს ცხინვალე, თუმცა სწრაფად გამოვაგდ ბურთი. რაკიდან ფიჯელებს შაათამაშეს ძალიან კარგად და ერთი პასი იყო საჭირო. ბოლო პასი და შეიძლება ლელოს დადებულიყო. და დაკარგეს ბურთი. აქ დაჯარიმდება ახლა ფიჯი ალბათ. არა, არ დაჯარიმდება. საოცრებით შეინარჩუნეს მათ ეს ბურთი. თავად ვოლა რა ცოტა და დადო, ბრავო ვოლა 25-11 იმსახურებდა